დილის 7 საათზე მოსულმა მესიჯმა გააღვიძა ის რაღაცა ოცნებები, რაც მქონდა წარსულში, რისთვისაც ჭიდაობდი. მე არ ვიცი, ხვალ რა იქნება, სიმართლე გითხრათ, სად ვიქნები საწავალ, მაგრამ დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ და ეს ავრჩი. მე ვარ თეორია, რომელიც მართლა კლუბის ინტერესს უფრო მაღლა ვაკენებ ხოლმე, ვიდრე საკუთარს რა და გიორგი, მოგესალმები, გილოცავ პირველ რიგში ლიგა 1-ში მეცში გადასვლას. როგორ ხარ? როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? მადლობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თამაშზე ცოტა მომხვდა კოჩი. ცოტა არა ძლიერად და აი ხა მკურნალობ და არ ვიცი შემდეგ თამაშს გამოვტოვებ თუ ვითამაშებ იქნები თუ არა მწყობში თან ძალიან მინდა რომ ვითამაშო, იმიტომ რომ ნაკრების შეკრება ახლოვდება და არ მინდა რომ გამოვტოვო. სამწუხაროა ტრავმის ამბავი, ადაპტაციის პროცესზე მინდა გიო გკითხო, დასრულდა თუ ჯერ კიდევ მიმდინარეობს? არა, სხვათა შორის მალევე დასრულდა, მალევე შევეწყვე გუნდს, დამეხმარა ქართველების აკყოფნაც რა თქმა უნდა და თან არ არის ეხა ჩემთვის რთული, როგორ გითხრათ, იმდენი კლუბი შევიცვალე უკვე რა ხო ხდებით, ამას უკვე მიჩვეული ვარ და კარგად ჩაიარა თავიდანვე, რა დრო ნელ-ნელა მოიმატა ჩემმა სათამაშო დრომ და ჯერჯერობით ყოფილი ვარ, მოყოფილები არიან. გიო, როგორ ფიქრობ, ამ ადაპტაციის პროცესში რა იყო ისეთი, რაც გეგონა რომ მარტივად წავიდოდა და გართულდა, ან პირიქით გეგონა რომ სირთულე დაგხვდებოდა და ძალიან მარტივად გაგიადვილდა და ეგრეთ დამთავრდა ადაპტაციის პროცესი? იცით რა არის, სხვათა შორის ეს მოლოდინი უფრო მქონდა, რომ ბევრად უფრო რთული იქნებოდა. თუნდაც ლიგა 1-ში, თუნდაც მეცი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ იყო ისეთი რთული, რა მოლოდინიც მქონდა. არ ვიცი რამ განაპირობა ეს, მაგრამ მოლოდინი ნამდვილად უფრო რთულის მქონდა რა და რაც გამიჭირდა ალბათ არის ის, რომ კვიპროსში 3-4 სეზონი, 4 სეზონი დავყავი თუ და არ იყო მარტივი იმ სიჩქარეებიდან განმორთვა ლიგა 1-ის სიჩქარე. ეს რა თქმა უნდა, ცოტა ართულე და ადაპტაციას, მაგრამ ესეც ამანაც მალევე გაიარა და მიხარია, რომ კლუბსაც ისე შევეწყვე და ლიგა 1-შიც რამოდენიმე უკვე ნორმალური თამაში მქონდა. გიო, მადლობა, გარკვეულწილად უკვე მიპასუხე, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, როგორ დაგხვდა გუნდი და ცხადია ქართველების ფაქტორზეც, წიტაზე, აბუზეც მინდა გკითხო. თან პირველი შემთხვევა არ არის, რომ რამდენიმე ქართველთან ერთად ხარ გუნდში, ასე იყო უნგრეთში, ასე იყო კვიპროსზეც. ოღონდ ახლა ცოტა განსხვავებული სიტუაცია ბიჭებთან შედარებით, შენ ხარ, ხო, უფრო გამოცდილი? ხო, ასე იყო ბელგიაშიც. მე და ჩაკვე ვიყავით. მე და ჩაკვე, კი. ხო, არა, რა თქმა უნდა, დიდი კომფორტია ქართველების დახვედრა გუნდში. თან საოცარი ბიჭები არიან, ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მონდომებულები და კარგია მათთან ერთად ყოველდღიურობა და მათთან ერთად მუშაობა და ასევე კლუბი სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რა პოზიციაშიც კლუბი იყო, მეგონა რომ უფრო სიმძიმე იქნებოდა გასახდელში, ვიდრე დამხვდა და კლუბიც პოზიტიურად არის. გვჯერა, ყველას ერთად რო შეგვიძლია წელს დარჩენა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ ყოველდღიურად და ხო, იმედი მაქვს და ალბათ ცოტა იღბალიც გვჭირდება იმისთვის, რომ დავრჩეთ. გიო, წიტას და აბუს გარდა, კვარაც და ზურიკოც მანდარიან, რამდენად გაქვს კონტაქტი იმ დროის განმავლობაში, რაც მან ხარ და ასევე გადასვლამდე ჟორჟთან თუ გქონდა კომუნიკაცია ან მას შემდეგ? ხო, გადასვლამდე ჟორჟთან არ ქონდა კომუნიკაცია, მომილოცა, რო გადმოვედი მერე და ვისაუბრეთ, იყო ჩამოსული ახლა სახლის ბოლო თამაშზე. კვარასთან თამაში მოგვიწია უკვე. ზუკასთან არ ქონია ჯერ გადაკვეთა, მაგრამ ესე რა თქმა უნდა ტელეფონზე კომუნიკაცია გვაქვს და კვარასთან თამაშის შემდეგ თამაშამდეც ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ როდესაც დაემთხვევა ჩვენი დეი-ოფები, რა თქმა უნდა, იმის ბევრად უფრო გადატვირთული გრაფიკი აქვს. იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ შეხვედრასაც. გიო, კარიერის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში გითამაშია, უნგრეთი, ავსტრია, ბელგია, ბოლოს აქეთ კვიპროსი, თითქოს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოდიოდა შენი კარიერა და მეცში აღმოჩნდი. შეგიძლია გაგვიმხილო ის დღეები, ან როგორ მოხდა თვითონ ეს ტრანსფერი ფრანგულ კლუბში? არის ხო, ჩემი კარიერა სხვა და საწყისი ქონდა და სხვა განვითარება ქონდა, რისი და რაც არის
ერთადერთი მიზეზი მე რაც მგონია არის ტრამვები, რამაც მე ძალიან ხელი შემიშალა და მართლა ძალიან ბევრი გამოტოვე ტრამვების გამო და ყოველი ჩემი კარიერა არის ჭიდაობა იმასთან, რომ აი ტრამვის შემდეგ დაბრუნება ისევ ფორმაში შესვლა, მე ისევ ტრამვა, მე ისევ აღდგენა, მე ისევ ფორმაში შესვლა და რაღაც ისე მოხდა, რომ აი სულ ამაში გაიარა ჩემა კარიერამ რა და ბოლოს რაც შეეხება მეც არის და მქონდა წელიწადნახევარი კიდე კონტრაქტი და მეც ის ვარიანტი სხვათა შორის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ აი დილის 7 საათზე მომწერეს, რომ უნდა წამოხვიდე და გადაწყდა იმ საღამოს წამოვედი. მქონდა მანამდე ერთი კვირის მანძილზე არაბულ კლუბთან საუბარი და სხვათა შორის ძალიან დიდი სხვაობა ფინანსური, ძალიან დიდი სხვაობა, მაგრამ რაღაცა დილის 7 საათზე მოსულმა მესიჯმა გააღვიძა ის რაღაცა ოცნებები, რაც მქონდა წარსულში, რისთვისაც ჭიდაობდი რაღაც საკუთარ ჯანმრთელობასთან, რისთვისაც შრომობდი, რისთვისაც ბრძოლობდი და ამან რაღაც წამებში გადაწონა ის ფინანსური განსხვავება, რაც არაბულ კლუბთან იყო რა და გადავწყვიტე რომ წამოსულიყავი მეჩში. კიდევ შანსი მიმეცა ჩემი კარიერისთვის, იმიტომ რომ მგონია რომ მე თვითონ საკუთარ თავთან როდესაც ვრჩები მარტო მგონია რომ ვიმსახურებ იმას, რაც მივიღე, იმიტომ რომ მქონდა რა მართლა ბევრი რთული პერიოდი მქონდა და ამ ჩემს კარიერას ბოლოს მივეცი კიდევ შანსი რომ გაიხაროს. ასე ვთქვათ. გიო, მადლობა. დებიუტი ტოპ 5 ლიგაში 32 წლის ასაკში კიდევ ერთი დასტური, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ასეთი კითხვა არ მქონდა წინასწარ გაწერილი, ახლა უბრალოდ ასე დამებადა. სასკოდან მახსოვ ხარ ჯერ კიდევ და 18 წლის როცა იყავი, ცოცხლად მაქვს შენი არაერთი თამაში ნანახი. რას ეტყოდა დღევანდელი გიორგი ქვილითაია მაშინდელ, აი სასკოში მოთამაშე ახალგაზრდა გიორგი ქვილითაიას? ბევრ ამეს, ალბათ ბევრ რჩევას მივცემდი, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, ბავშვობიდანვე ჩავამიყალიბდა ერთი ისეთი უნარი, რომ ყოველთვის რაღაცნაირი ფობია მქონდა მე სინანულის. რომ აი რაღაც სინანული არ მქონოდა ხვალ, ამისთვის მე დღეს ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ამიტომ კარიერაში მე ვერ ვიტყვი, რომ რამე დავაკელი. ანუ გულისხმობ შრომას, გულისხმობ ინვესტიციას, გულისხმობ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც გარდა რაც დამოკიდებული იყო იღბალზე. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბევრ გადამწყვეტ მომენტში არ გამემართლა. ეხლა ძალიან ღრმად და ფსიქოლოგიურ ფილოსოფიურად რო ვისაუბროთ ჩვენ, ალბათ იღბალთან დაკავშირებით ბევრი მიფიქრია ამაზეც მოკლედ, მაგრამ რაც თავარია, მე უკან ეხარო ტრიალდები და ჩემს კარიერას უყურებ. სინანული არ მაქვს. არ მაქვს სინანული არც ერთი ნაბიჯის, არ მაქვს სინანული არც ერთი დღის, იმიტომ რომ არ მახსენდება დღე, როდესაც მე შემეძლო რომ მეტი მევარჯიშე, არ ვივარჯიშე, ან სადმე თავი დავზოგე, ან სადმე რაღაცნაირად ვისაჭკავე, როგორც ხო, ფეხბურთში ძალიან ხშირია ეგ სიტყვა რა და აი არ მქონია არასოდეს რა და დანარჩენი უკვე იღბალი, დანარჩენი უკვე რა, ბედი და არ ვიცი, ბევრი რამე არის უკვე რა, განმაპირობებელი რა და მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე ისეთ ადგილზე დავიწყე და ისეთ ადგილზე იქამდე მოვედი, რომ მე ამით ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე როდესაც დავიწყე აბაშაში ფეხბურთის თამაში, ვიყავით 20 ბავშვი ერთი ბურთით. ხო წარმოგიდგენია და ამის მიუხედავად არც ერთ კლუბში არ მივზნია რომ მე სადმე ტექნიკურად უფრო პრობლემა მქონია ამის მიუხედავად და მე მიფიქრია ბევრი იმაზეც რომ ქონოდა ის პირობები რაც ახლა ამ ბავშვებს აქვს რაც ევროპის გუნდებში მინახავს შეიძლება რომ ბევრად უფრო დიდი რამე მომხდარიყო ჩემს კარიერაში მაგრამ რაც თავარია კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სინანულის შეგრძნება არ მაქვს და ეს ძალიან მიხარია და მაბედნიერებს და დანარჩენი უკვე რა კარიერის ბოლოს როდესაც დავამთავრებ მე მივხვდები ბედნიერი ვარ თუ არ ვარ მაგრამ დღეს მე ბედნიერი ვარ ეს არის ჩემთვის თავარი კარგი გიორგი მადლობა ლილთან დებიუტზე მართალია წუთები ლიმიტირებული იყო თუმცა პირველი მატჩი ტოპ 5 ლიგაში იმ დღის ემოციების გახსენება მინდა რო გთხოვო შეიძლება რომ აი რომ გავედი ლილთან და ვნახე ატმოსფერო ეს მივიღე ის რაც მინდა და მქონდა მადლიერების შეგრძნება და რაღაცნაირად მადლობას ვეუბნებოდი ღმერთს იმიტომ რომ მე ძალიან მჯერა ძალიან რელიგიური ვარ ძალიან წამს და ერთადერთი რაც მართლა twin-ში მიტრიალებდა იყო მადლობა ემოციები რა თქმა უნდა ბედნიერება იყო იმ ემოციების მიღება რაც მივიღე და
ეს იყო მოლოდინი და ამ ემოციებისთვის მე მართლა დიდ რამეზე ვთქვი უარი, აი განსხვავება რო გითხრათ 5-ჯერ მეტ ხელფასზე ვთქვი მე უარი, თუნდაც იმიტომ რომ ლილთანის 2 წუთი მეთამაშა, არ ვიცი. ეს ალბათ ეხლა შეიძლება 30 წლის მერე რომ მოვტრიალდები, ვიფიქრო რომ აი ამეღო თუ რაღაცა, მაგრამ დღეს ხო. მე ამას ვერ გავუკეთებდი საკუთარ კარიერას და ვერც გავუკეთე და მე მივეცი შანსი ისევ კარიერას და დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს რა. ხვალდაზე არ ვიცი რა იქნება, საწავალ როგორ იქნება, იმიტომ რომ ზაფხულამდე მაქვს მე ზაფხულამდე არ მაქვს 6 თვეს პლუს 1 წელი მაქვს, მაგრამ მაქვს ჩემი გადაწყვეტილებით, თუ გუნდი მეორე ლიგაში გავარდება დავრჩები თუ არა და მე არ ვიცი ხვალ რა იქნება, სიმართლე გითხრათ, სად ვიქნები საწავალ, მაგრამ დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ არ აქ და ეს ავირჩიე. გიო, არ მიყვარს ხოლმე როგორც წესი ასეთ სიღრმეებში მით უმეტეს ფინანსურ ნაწილში ჩასვლა, მაგრამ რადგან უკვე ახსენე, ხვდები რომ საუდი პროლიგიდან იყო, ხო? ეს შემოთავაზება და სხვა ოფერებიც ხო არ ქონია, ცალკე კითხვად მქონდა, მაგრამ რადგან საუდი მითხარი აღარ იყო გიქნება. მეორე ბუნდესლიგური ვარიანტი იყო. იყო თურქეთის რაღაც გუნდის ვარიანტი, მაგრამ იცი რა უკვე აი თურქეთის რაღაც გუნდს შეიძლება საუდიში წავსულიყავი. უკვე მან გამეკეთებინა, მაგრამ ლიგა 1 არის მართლა გეუბნები, აი არ ვიცი, რთულია ეხლა ამ პატარა ინტერვიუში მე თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი, მაგრამ აა ეს იყო რის მიღებაც მინდოდა და სადღაც ყოველთვის მჯეროდა რომ ეკუთვნოდა ეს. და აი ეს შეიძლება ცოტა რაღაცნაირად კეთმაღლურად ჟღერდეს, მაგრამ არ მგონია რომ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც მე ახლოს მიცნობს და ვინც იცის მე რა შრომა ჩავდე ამაში. გიო, ესე შევთანხმდეთ, მაშინ ფორმატი გასაგებია ეხლა ზაფხულში შევხვდეთ, აქედანვე შევთანხმდეთ და ბევრად უფრო ცლად ვისაუბროთ რა ფორმატშიც და როგორც გაგვიხარდება. ბევრი მაქვს მოსაყოლი, ბევრი შემიძლია ვისაუბრო, თან ამ თემა იმდენი მიფიქრია და ცოტა ზედმეტად ფიქრიც მიყვარს, მაგრამ შევთანხმდით ზაფხულში ერთი გემრიელი ინტერვიუ გავაკეთოთ. გიო, დებიუტი ლანსთან სამწუხაროდ 55 წუთზე მოგიწია გასვლა კოჩი ჩარტყმის გამო. საინტერესოა შემდეგი რაღაც. რას ითხოვს მთავარი მწვრთნელი ბენუა ტავენო უშუალოდ შენგან 2-ცხრიანით იდექით ხაზზე, ხო იმ მატჩში? რო ჩამოვედი, მივხვდი რომ ცოტა იყო დირექტორისგან ჩემი ჩამოყვანის უფრო აი დიდი მიზეზი და მე რო ჩამოვედე პირველი რამოდენიმე დღე 2-3 დღე ცოტა გრძნობდი რა, აი ცოტა გვერდიდან ყურებას მესმის კიდეც, იმიტომ რომ მე მიყვარს ზოგადად საკუთარი თავის მის პოზიციაში ჩაყენება, როდესაც თუნდაც საკუთარ თავზე ვფიქრობ რა და მისთვის ახლა მე ჩამოვედი კვიპროსიდან, ქართველი ფეხბურთელი, ბოლო რამოდენიმე სეზონი კიბზე, რა თქმა უნდა ცოტა არნდობის თუ რაღაცა სკეპტიკიზმის ვარიანტი ქონდა რა და 3-4 ვარჯიშის მერე მახსოვს როგორ შეიცვალა ჩემს მიმართ რა, აი როგორ დატრიალდა, როგორ უკვე მომისმინა. მერე გასახდელში იყო რამოდენიმე ეპიზოდი, როდესაც მე ჩემი აზრი რო გამოვთქვი, მოეწონა და აბსოლუტურად დატრიალდა რა და ყველაფერი მისგან ჩემს მიმართ ურთიერთობა და დღეს მგონია რომ მენდობა, იმიტომ რომ ასე ნდობის გარეშე ძირითადში ასე მალე თან არ დაგაყენებენ და თან ლენსის ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გასვლაზე და ბედნიერი ვარ ამით, რომ უკვე ასე სწრაფად მოვიპოვე მისი ნდობა და ჩამოგვიყალიბდა მართლაც კარგი ურთიერთობა. სასიამოვნოა უდაოდ, ტაქტიკურ ნაწილზეც რო ვთქვათ, 2-ცხრიანი იყავით ხაზზე და ხშირ შემთხვევაში უკან ჩამოდიოდი პირველ ბურთზე სათამაშოდ და გასანაწილებლად შენთვის უცხო არ არის ეს როლი, მაგრამ რამდენად კომფორტული და ადვილი იყო ვთქვათ ლანსთან ამ როლის მორგება. ხო, მე ბოლო აპოელშიც და არისშიც ეგ როლი მქონდა რა. მე ძირითადად ჩემი ძლიერი მხარეც ეგ არის. მე შემიძლია გუნდს დავეხმარო ამოსვლაში, მე ტექნიკურად შემიძლია თამაში, არ არის ჩემი ძლიერი რომ ეს ზურგს უკან გავიქცე და ალბათ არც არავინ ჩემი გაბარიტების თავდასხმელებიც ამას არ აკეთებენ და ისე მოხდა რომ ბოლო კლუბებში სადაც თამაშობდი ყოველთვის ჩემზე ეწყობოდა თამაში და მე ხშირად მიწევდა ამის გაკეთება და ეხლაც ამ თამაშზეც რამოდენიმეჯერ ჩამოვიწიე და რამოდენიმეჯერ მქონდა მომენტი, როდესაც ის ფეხბურთი ვითამაშე, რაც მე მომწონს და ხო, უფრო გათვლა იყო, რომ ჩაწოდებებზე გვეთამაშა, მაგრამ ლენსი მართლაც რო ძალიან ძლიერი გუნდი იყო რა და დასანანი პირველი გოლის შემდეგ, რომელიც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაუშვდა, მეორე ტაიმის პირველ წუთზე ეგრევე მეორე გოლი უკვე მანდ დეციკოლოგიურად ჩემი აზრით.
გიო, იმ უნიკალურ შემთხვევაზე უნდა გკითხო, როდესაც ერთი გუნდის შემადგენლობაში სამი ქართველი იყავით ერთად, პლუს კვარა და ტოპ 5 ლიგაში ასეთი რაღაც უნიკალურია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. შენთვის როგორც ქართული ფეხბურთის რიგითი გულშემატკივრისთვის, აი რა შეიძლება ნიშნავდეს ეს და როგორ აღიქვამდი გვერდიდან იმ ფაქტს და მოვლენას, რისი თანამონაწილეს თავადაც იყავი. ხო, აი როგორც ქართულმა გულშემატკივრმა მას რო შევხედო, რა თქმა უნდა, კარგი ამბავია და ძალიან მაგარი ამბავია ლიგა 1-ში რომ ამდენი ქართველი ფეხბურთელი აგრზური კოც ახლა გადმოდის. იმედი მაქვს რომ ჩვენი გავარდნის ხარჯი არ გამოვასწრო. მეც და და ჩვენ ყველას მაგის იმედი გვაქვს. ისედაც გადმოვა. ხო, რავი, ძალიან მაგარია, რავი, ფაქტ ჯერ ქართველებთან ერთად გუნდში ყოფნა და მე ლიგა 1-ში რომ ამდენი ქართველი კიდე მინდორზე ერთად კიდე ძალიან მაგარი ამბავია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ რამდენად ძალიან მაგარი ბიჭები არიან ესენი ვინც დახვდნენ რა აბუ და ციტაურივე ძალიან მონდომებული პროფესიონალი მართლაც და ნიჭიერები პირველ რიგში რა თქმა უნდა და ძალიან მაგარი ბიჭები არიან მოკლედ და ჯერა რომ მათ კიდევ ბევრი რამე აქვს წინ. გიო, მეოთხე ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ხარ გუნდის ამ ფორმაციაში, ამ შემადგენლობაში. როგორ ფიქრობ, რა აკლია ამ ახალგაზრდულ შემადგენლობას ყველაზე მეტად იმისთვის, რომ გუნდმა იბრძოლოს ჩამორჩენა მე-16 ადგილთან, საფლეიფო ადგილთან აღმოფხვრას და იბრძოლოს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის? ხო, ესეც ჰქონდათ ალბათ გათვლა. აქ მე როდესაც მოვყავდი მათ, როგორც ვიცი, დირექტორის გათვლაც ეგ იყო რა, რომ ჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გასახდელში საუბარი, რომელსაც შეუძლია გუნდის მოტივირება, რომელსაც შეუძლია რომ რაღაც რთულ მომენტებში საკუთარ თავზე რაღაცები აიღოს და ეს გამოცდილება მაქვს, რადგან აპოლში ბოლო 3 წელი კაპიტანი ვიყავი, მანამდე არა, მაგის შემდეგ არიჩიც და ამიტომ ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი გათვლა რა. რას შევცვლიდი, რა არის მქონდა ამაზე ბევრი საუბარი მწვრთნელთან ერთად და ჩემი აზრი მე დავაფიქსირე იყო ის რომ ფიქრობ რომ ბევრ ფეხბურთელს უკვე გონია რომ თითქოს მიცი როგორ არის თითქოს უკვე შანსი არ აქვს დაკარგულია და ცდილობენ ამ დროის გამოყენებას მხოლოდ საკუთარი რომ რაც შეიძლება უკეთ გაყიდონ საკუთარი თავი რაღაც ახალ კლუბებში და მე ეს აზრი გამიჩნდა რომ რაც ჩამოვედი მას შემდეგ დავაფიქსირე და მგონია რომ ყველა მიხვდა რისი თქმაც მინდოდა და მიიღეს ეს იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება თვითონაც უფიქრია შეიძლება დაემთხვა მაგრამ ვიგრძენი რომ ეს მიიღეს და ვიგრძენი რომ ფეხბურთელებიც მიხვდნენ მაგას რა და ეგ იყო ერთადერთი ყველაზე დიდი რასაც შევცვლით, იმიტომ რომ გონია რომ დღეს კიდევ აქვს ამ კლუბს შანსი დარჩენის და ჯერ კიდევ წინ არის 27 ქულაც, რა თამაშია დარჩენილი და 27 ქულა და 6 ქულა სხვაობა და ამიტომ შესაძლებელია დარჩენა და მე მგონია რომ ჯერ პირველ აუცილებლად კლუბი უნდა იყოს პირველ ადგილზე კლუბის ინტერესი და შემდეგ საკუთარი, იმიტომ რომ არ მგონია თან ეს ორი რაღაც ერთმანეთის საპირისპირო თუ შენ კლუბს წინ დააყენებ საკუთარი თავის გაყიდვა შეგიძლია რა ანუ აი ამორის თანხვედრა შეიძლება და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც მე მენიშნა რაც ჩამოვედი მას შემდეგ და მგონია რომ თუ ამას გამოვასწორებთ და დავაყენებთ საკუთარ თავს და საკუთარ ეგოს და საკუთარ კარიერაზე წინ კლუბის ინტერესს მგონია რომ შეგვიძლია დავეხმაროთ კლუბს. გიო, კომაგებზე უნდა გკითხო აუცილებლად. შენ უკვე ახსენე რომ არასახარბიელო სერია და შედეგები გასახდელის ატმოსფეროზე არ მოქმედებს, მაგრამ რა სიტუაციაა ტრიბუნაზე და კომაგებთან მიმართებაში და აქვე გკითხავ, უშუალოდ შენ როგორ დაგხვდნენ მეცის გულშემატკივრები? ათაშორის ძალიან თბილად დამხვდნენ. პირველივე თამაშზე მოედანზე გამოჩენდანვე ძალიან რაღაცნაირი თბილი დახვედრა არ ვიცი ალბათ ქართველების დამსახურებაც არის ვინც აქ არიან და თბილი დახვედრა ჰქონდათ და მას შემდეგაც რა რომ ნახეს რომ მე ანუ შემიძლია კლუბის რაღაც მივცე თან არ ვარ მე ვარ ფეხბურთელი რომელიც მართლა კლუბის ინტერესს უფრო მაღლა ვაყენებ ხოლმე ვიდრე საკუთარს რა და ეს ალბათ გარედანაც რაღაცნაირად იგრძნობა რა და მგონია რომ ამათმაც იგრძნეს ეს და ძალიან კარგი ურთიერთობა ზოგადად ძალიან ნეგატიური ატმოსფერო არის ტრიბუნებზე, როდესაც თამაშზე გავდივარ და ცოტა ეგეც, არ ვიცი, არ მგონია კლუბს ეხმარებოდეს რა, იმიტომ რომ როგორც კი გახურებაზე გავდივართ, უკვე ნეგატიურად არიან და გვისტვენენ, მაგრამ თან მესმის და თან არ მესმის. რა მესმის რომ თამაშის მერე დაგვისტვინონ, აი თამაშამდე გახურებაზევე უკვე რომ ამას აი ეგაც არ მესმის, თორე თამაშის მერე რომ დაგვისტვინონ, წაგებული თამაშის მერე ეს უკვე ოკეია და ანუ ყველგან ეგრე იყო და ყველგან ეგრე არის და ძალიან ნორმალურია. გასაგებია, ცოტა რომ შევამსუბუქოთ, ტრადიციულ თემას მივაკითხოთ, ახალი ქართველი და შენს გიორგი. ამასთან დაკავშირებით რა ხდება?
ყველაზე პოპულარული ხუმრობა არის აქ, მე მგონი საქართველოშიც და თან მესმის, რავი, ისე რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ არ ვიცი რა 4-ვე და თან 4-ვე გიორგი რაღაცნაირად არ არის. კაი, კიო, ნაკრების თემაზეც გადავიდეთ, რაც შეიცვალე კლუბი და მეჩში გადაბარგდი, ვილის ანიოლთან თუ გქონდა კომუნიკაცია, თუ დაგიკავშირდა, რამე რჩევები ხომ არ მოუწია. კი, გაუხარდა სხვათა შორის, როგორც კი გაოფიციალურ და მივიღე მესიჯი, მომწერა, გაუხარდა, რომ გადმოვედი და ნუ რა თქმა უნდა დავით მისი გადმოსახედა როგორც თნელისთვის რა თქმა უნდა უკეთესია რომ მისი ფეხბურთელი ლიგა 1-ში თამაშობდეს და მესმის და გამიხარდა სხვათა შორის მის ყურადღებას და მესიჯიც. და შეეხება ნაკრებს, ხო, ნაკრები არის ადგილი აი ეს ნებისმიერი ცდუნება, რაც შეიძლება რაღაცნაირად ფეხით თუ გაწუხებს და გარისკო და ცდუნება აი ძლიოს რო აი გარისკო, აი ნაკრებისთვის შეიძლება გარისკო და ეხლა ეგ მომენტი მაქვს რა მე ორჯერ გავრისკე სხვათა შორის ნაკრების გამო ერთა ლიგა იწყებოდა ორივეჯერ და ორივეჯერ ეს რისკი ცუდად დამიჯდა, იმიტომ რომ მე რამოდენიმე თვიანი 7-8 თვიანი ტრავმა დამიჯდა მე ეგ რისკი, მაგრამ მაინც ნაკრები არის ის ცუნება, რაც ცუნებასაც ვერასდროს ვერ გაუძლებ და აუცილებლად ყოველთვის გავრისკავ ნაკრების გამო. გიო, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი, მადლობას გადაგიხდი. ერთა ლიგის ჯგუფზეც გადავიდეთ. თეორიულად უკეთესი ჯგუფით შეიძლებოდა, მაგრამ როგორც დაალაგდა ჩვენს ლიგაში და დივიზიონში ჯგუფები, ალბათ მაინც ოპტიმალურია. უნგრეთი, უკრაინა, ჩრდილო ირლანდია, რა სიტყვი, როგორ შეაფასებდი ჩვენს ჯგუფს, რომელსაც სექტემბერში დავიწყებთ. ო, რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, მაგრამ იმ დივიზიონში რა დივიზიონში ჩვენ ვთამაშობთ, უფრო მარტივი, ალბათ ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ შეგხვდეს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმ დივიზიონში რა დივიზიონში ჩვენ ვართ, ეს ჯგუფი არის ისეთი ჯგუფი, სადაც უნდა ვიბრძოლოთ. გიო, გარდა ერთა ლიგისა, როგორ ფიქრობ მთლიან 2026 წელს რა უნდა იყოს ეროვნული გუნდის მიზანი? მაგალითად, აი წიტამ მითხრა, რომ სტაბილურობის ძიების აი ამ პროცესში ეს უნდა იყოს დამაგრუგუნებელი ფაზა და საბოლოოდ სტაბილურობა უნდა ვიპოვოთ. რას ფიქრობ შენ ამ მიმართულებით? ხო, ალბათ ეს სამხანაგური თამაშები უნდა იყოს და იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ უკვე ძირითადი მთავარი წყობა რაც იქნება ალბათ თავარი მწვრთნელის მოსახედიდან რომ ეს დამუშავდეს. იმიტომ რომ იყო ცვლილებები ხშირი, იყო ევროპის ჩემპიონატზე ერთი, მერე სხვა წყობით იყო თამაში და მგონია რომ აი თავარი რაც ნომერ პირველი მისთვის და მისი გადმოსახედიდან სწორი იქნება, ეს უნდა დამუშავდეს. გიო, ჩვენი კომენტატორების აღნიშვნაზეც მინდა რომ გითხო, გიორგი პირველი, გიორგი მეორე, გიორგი მესამე, როცა შენ გაიტან და ღრმად წამს რომ ეს ასე მოხდება, შენ იქნები გიორგი მეოთხე და რა სიტყვი, როგორი დამოკიდებულება გაქვს, მოგწონს ეს აღნიშვნა. გასალებია გიორგი პირველი, გიორგი მეორე ძალიან წარსულში ისეთ ადამიანებს ერქვათ, რომ საამაყო ადამიანებს რა თქმა უნდა ეს საკელები მომწონს და ხო რა იმედი მაქვს რომ მოვახერხებ არ არის მარტივი იმიტომ რომ ისეთ სიტუაციაში არის ახლა კლუბი და ისეთ სიტუაციაში ვართ რომ ცოტა გართულდა თითქოს ბოლო თამაშებში მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისთვის ვშრომობ ყველა ერთად და მგონია რომ მოვახერხებ. გიო, ბოლოში რო გავიდეთ, რა იყო ისეთი კითხვა ან თემა, რომელზეც ელოდი რომ ვისაუბრებდით და მე ამაზე კითხვა არ დამისვამს. ამომწურავ ინტერვიუ იყო. მადლობა, წარმატებას გისურვებ და შევთანხმდით ზაფხულში უფრო ვრცელ ინტერვიუს გავაკეთებ. ბატონო, აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი, მადლობა თქვენს მაყურებელს და მადლობა ყველა გულშემატკივარს, ჩვენ გულშემატკივარს. მადლობა, წარმატებები შენც.